ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. შესრულდა 10 საათი და დღის განმავლობაში შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. სტუდია მაესტროს რეჟისორი კახა ოთარაშვილი მომღერალ თათია ჯაველიძესთან ერთად ახალ ვიდეოკლიპზე მუშაობს. თუ რა ხდება გადასაღებ მოედანზე და რომელ სიმღერაზე იქნება ეს ვიდეოკლიპი, ამას ახლავე შევიტყობთ. ეს ჩემი მეორე კლიპია. პირველი მაქვს საზღვარგარეთ გადაღებული, ეს პირველი საქართველოში. სიმღერა არის დაწერილი გია მაჭარაშვილის, მუსიკა და სიტყვები არის დაწერილი გელაშვილის, თინა გელაშვილის. კახასთან ეს უკვე ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი მესამე კლიპია. რა თქმა უნდა თვითონ კახა საინტერესო არის ჩემთვის და იმიტომ მუშაობ კახასთან და რაღაცა საინტერესო პიროვნებაა თვითონ. სხვანაირად მუშაობს, სხვა რეჟისორებთან განსხვავებით. მეტი წინა რა. მეტი აკა. ესე? ეს ბოლო მეტყამდე? ნელა. მე მღერი ვარ საზღვარგარეთ და ყოველს უნდათ რომ საქართველოში მქონოდა ქართული სიმღერა და კლიპი. და გადავწყვიტეთ ეს რამოდენიმე კვირის წინ. მე აქ ჩამოვდივარ წელიწადში 2 თვე და გადავწყვიტეთ რომ ამ კლიპზე და სიმღერაზე გვემუშავა აქ. რა. შეუხედე. რაც გქონდა ჩაფიქრებული, რის გაკეთებას გვიდოდა, ის გავაკეთეთ და გამოგვივიდა. დაგეგმილია რომ ასე 7-ისთვის, ამ თვის 7-ისთვის ან 8-ში მზად იყოს უკვე. თქვენ ინფორმატორის მუდმივი მაყურებელი ხართ და აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ჯგუფი ფორტე სამარყანდის ფესტივალისთვის ემზადებოდა. 25-დან 30 აგვისტომდე მიმდინარეობდა საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით აღმოსავლეთის მელოდიები. ფორტემ ამ ფესტივალზე როგორც ფოლკლორული, ასევე თანამედროვე სიმღერები შეასრულა. მათ მაყურებელთა დიდი სიმპათია დაიმსახურეს და ფესტივალის სპეციალური პრიზიც კი გადაეცათ. Georgia. ქარისუფთა ფოლკლორული ფესტივალი და რეპერტუარი ჩვენი იყო საპრეზენტაციო გამოსვლა 15 წუთიანი. ამაში იყო ყველაფერი. ფოლკლორიც, ცოტა გათანამედროვებული ფოლკლორიც, ანუ კახეთის შერეკილები და რაღაც ძალიან კარგი ფონოგრამა ლევან ჩხარტიშვილის და მერაბ სანოძის. დიდი მადლობა ორივეს. ვიმღერეთ ქალბატონ ნუნუ დუღაშვილის ქართულო მიწა და ამითი გავხსენით საერთოდ ჩვენი გამოსვლა. ვიმღერეთ ნატო გელაშვილის სიმღერა ბათუმზე, სადაც გამოჩნდა კოლექტივის ვოკალური მონაცემები და ვიმღერეთ ხატელიშვილის დოლური, სადაც გამოჩნდა კოლექტივის ტექნიკური მონაცემი. და ანუ ეს იყო აკაპელა, აი სუფთა ის ფოლკლორი, რაც დებულებაში იყო. By instrumental ensemble Forte.
რაც შეეხება მასშტაბს, იყო უდიდესი მასშტაბი, ანუ 35 ქვეყანა, წარმომადგენლობითი ჟიური, რაღაც საერთაშორისო, მართალია, ბევრი წრუთვალება ხალხი იყო, მაგრამ საერთაშორისო ჟიური იყო. მაყურებლების პრიზი ავიღეთ ჩვენ. და ეს მაყურებელთა პრიზი არის ყველა კონკურსის დამახასიათებელი ატრიბუტი და მინდა ვთქვა, რომ იცი, ყველა მომღერლისთვის, ყველა მსახიობისთვის მაყურებელთა სიყვარული არის უდიდესი მიღწევა. მაყურებელი იყო ძალიან სხვადასხვანაირი, როგორც ასაკით, ისე სოციალური მონაცემით, ისე ეროვნებით, ისე რჯულით, ისე მუსიკისადმი სიყვარულით, არ სიყვარულით, მაგრამ გული და ეს რჟოლა, რაც ნამდვილ ხელოვნებას ახლავს თავს, ყოველთვის იყო. جوی و زیاگر سمرقند چاغن آشت دنیاگر The pearl of the Muslim world are some of names given to this unique city of East. კიდე რა მინდა იცით ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო ფოლკლორი, აი საწყის ეტაპზე, მე ხა ვერ ვამბობ ზუსტად იმ სიტყვას, მაგრამ აი გაუფუჭებელი ფოლკლორი, ანუ დაუხვეწელი ფოლკლორის ფესტივალი უფროა. ფორტეს ამ საკონკურსო გამოსვლის შემდეგ პრინციპში მოვიდნენ ჩვენთან იგივე აზერბაიჯანის დელეგაციიდან, კორეიდან, იტალიიდან, ვისაც მოეწონა ძალიან ეს ანსამბლი და მაღალი შეფასება მისცა სამყაროდ. და რა ვიცი, ველოდებით მოწვევებს ჩაიწერეს ყველანაირი მონაცემები და შემდეგ რა იქნება უკვე ეს დრო გვაჩვენებს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.